ძველ ბათუმში მაზიანაშვილის ქუჩის 26 ნომერში მშენებარე კორპუსის 7 ოჯახი ქალაქის მერიისა და საკრებულოსგან მშენებლობის დასრულებას მოითხოვენ. მოსახლეობის განცხადებით ისინი 2010 წლიდან მას შემდეგ რაც აღნიშნულ ადგილზე უცხოელმა ინვესტორმა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, ნაქირავებში ცხოვრობენ. 4-სართულიანი კორპუსი კომპანია AG Comforts 2012 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა მშენებარე კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოსდან გაიქცა, რის გამოც მშენებლობა დღემდე შეჩერებულია. მოსახლეობა ქირის ხარჯებს უკვე საკუთარი სახსრებით იხდის. მათი განცხადებით, თუ მერია და საკრებულო მათ მშენებლობის გაგრძელებისა და ერთი სართულის დამატების უფლებას მისცემს, ისინი ალტერნატიულ სამშენებლო კომპანიას თავად შეარჩევენ. წინამორიგ შემთხვევაში მოქალაქეები რადიკალური ზომების მიღებასაც არ გამორიცხავენ. მერის კომენტარი იხილეთ მაცენს მომდევნო გამოშვებაში. ორი სართული უნდა იყოს პრაქტიკულად ჩემი, რომელშიც ვერ შევდივარ უკვე 4 წლის მანძილზე. კონტრაქტები დარღვეულია, ვართ ქუჩაში დარჩენილი, უკვე აღარც ქირის ფულს აღარ იხდიან. გამოჩნდა ალტერნატივა იმისი, რომ ჩვენ დავასრულოთ, მაგრამ ეს ჩვენი დასრულება მოითხოვს იმას, რომ როგორმე მეხუთე სართული იქნებ მერიამ დაგვხდოს საშუალება, რომ ავაშენოთ და რომ შევძლოთ უკვე ვინმესთვის გადაცემა, რომ დაასრულოს ეს სახლი და შევიდეთ. ვთხოვთ მერიას მცირედ დახმარებას, რომ ეს კორპუსი დამთავრდეს. ყავს ნაპოვნი რამოდენიმე კომპანია, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ ძველ ბათუმში მდებარე ეს შენობა ჩააბაროს, დამთავრდეს და გავამოხდეს აქაურობას და ჩვენც ეს 7 მოსახლე შევვალთ ჩვენ საცხოვრებელ ბინაში. სხვა ალტერნატივას მე ვერ ხედავ, იმიტომ რომ რეალურად 2 წელია ეს შენობა ესეთ მდგომარეობაში არის.